მე ვმუშაობ არხზე, რომელიც კრიზისს არ აღიარებს. ეხლა ინსტიტუტია დასაცავი. ძნელია პირდაპირ ეთერის კონტროლი. მენეჯმენტმა ჩათვალა, რომ ეს იყო ზურგში დანის ჩათვლა. ერთმანეთს იმედი გვაქვს. შინაარსისგან ნელ-ნელა გამოიცალა საზოგადოებრივი მაუწყებელი. ყოველ შემთხვევაში იმ შინაარსისგან, რომელიც მას რეპუტაციას უბრუნებდა. ეხლა ინსტიტუტია დასაცავი. ჩემთვის მაგალითად რა გადამწყვეტი იყო 28 ნოემბრის ეთერი საზოგადოებრივ მაუწყებელზე, პირველ არხზე. რეალურად დავინახე, რომ ინსტიტუტი, რომელსაც პრიორიტეტებში უწერია, რომ ის უნდა ესწრაფოდეს ევროინტეგრაციას და პოპულარიზაციას უწევდეს ევროინტეგრაციას, ასნაირად უცბად გავიაზრე, რომ ამ ინსტიტუტის ახალი ამბების გამოშვება დღეს საღამოს უკვე მარტო ეთერის განმავლობაში, პირდაპირ ეთერის განმავლობაში რუსთაველზე უკვე ხალხი იკრიბებოდა. აი ამ ეთერის განმავლობაში არც ერთ ინტერვიუს არ ჩაწერს ქუჩაში და ადამიანებს არ კითხავს აზრს. ისე დაამთავრებს ამ გამოშვებას, რომ ტელევიზორთან მყოფ ადამიანს არ გააგებინებს რეალურად, რომ იქ ოპოზიცია კი არ კრებს ხალხს. ხალხი გაბრაზებულია და ამიტომ იკრიბება პარლამენტის წინ. ამას არ გააკეთებს საზოგადოებრივი მაუწყებელი. ის ანუ ფაქტობრივად ის არ ეტყვის ხალხს, რა ხდება სინამდვილეში. ისე დაამთავრეს გამოშვება, რომ ერთი ადამიანის ინტერვიუ Vox Pop-ი არ ჩაუწერიათ. გამოშვების წამყვანმა რეალურად ორი ამბავი მოაქცია ერთად ანონსში. ერთი იყო ეს რაღაც რომ გადავაწყდა მოლაპარაკებები და აბსოლუტურად ისეთი კონტექსტი ქონდა ამ ტექსტს, რომ ჩვეულებრივი ობივატელი ვერ მიხვდებოდა რა მოხდა და მეორე ანონსი იყო რომ რომელიღაც ევროპულ ქვეყანაში ფერმერები აპროტესტებენ ევროკავშირში ინტეგრაციას, იმიტომ რომ ისინი აპროტესტებენ რეალურად აი ამ რაღაცა პროდუქტის კვოტას. ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტი დასვეს რა. აი პირდაპირ აი ჩემთვის იყო ძალიან ცხადი მანიპულაცია. საღამო მშვიდობისა გამოშვებაში თქვენ ნახავთ. 4 წლით შეჩერებული პროცესი, მმართველი პარტიის რეზონანსული გადაწყვეტილება. საფრანგეთი ფერმერების აქციებმა მოიცვა გადაიდება თუ არა ევროკავშირში 5 წლის წინ ინიცირებული შეთანხმების რატიფიცირება კიდევ ერთხელ. ამ გამოშვების შემდეგ არის დისკუსია, რომლის მოდერატორმაც, წამყვანმაც 9 კითხვა დაუსვა შალვა პაპუაშვილს. 9 კითხვა, რომელიც გაშიფრული მაქვს. აი ამ მოვლენის შემდეგ მისი პირველი შეკითხვა იყო ესეთი: ბატონო შალვა, რატომ ახლა? 9 კითხვიდან არც ერთი არ იყო კრიტიკული. ბატონ შალვა, პირველ რიგში უნდა წავიკითხოთ ციტატა 2028 წლის ბოლომდე არ დავაყენებთ ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს, უარს ვამბობთ ევროკავშირიდან გრანტზე განვაგრძობთ სვლას ევროკავშირისკენ, თუმცა არავის მივცემთ მუდმივი შანტაჟის საშუალებას. პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა დღეს ამ გადაწყვეტილების მიზეზებზე, თუმცა ბუნებრივია საზოგადოებას აინტერესებს მეტი და გვინდა გსურს რომ თქვენგან მოვისმინოთ, რატომ ახლა ერთის მხრივ უფრო მეტი რომ გითხრათ? ჩემთვის ძალიან ცხადი გახდა რეალურად, რომ მე ვმუშაობ არხზე, რომელიც კრიზისს არ აღიარებს და ეს უნდა ამაზე უნდა ვილაპარაკო ხმამაღლა და რაღაცნაირად როგორც ჩანს ეს განცდა ბევრს გაუჩნდა და რაღაცნაირად ეს ამ კოლეგებმა თანამშრომლებმა ერთმანეთი ვიპოვეთ და გაჩნდა ეს პირველი განცხადება, რომელშიც წერია მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამ, რომ სასწრაფოდ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უნდა გაახსნას სადისკუსიო სივრცეები და შემოიყვანოს ეს ხალხი, რომელიც კარებზე აბრახუნეს და დაუთმოს მათ სადისკუსიო სივრცე. მხოლოდ ეს ეწერა. არავის გადადგომას, არავის წასვლას და არავის მოსვლას ჩვენ იქ არ ვითხოვდით. რაც სამწუხაროდ ინტერპრეტირებულად გავრცელდა და რაღაცნაირად მენეჯმენტმა ჩათვალა და ღიად გვითხრათ ჩვენ და სხვა თანამშრომლებსაც, რომ ეს იყო ზურგში დანის ჩარტყმა. მივხვდით, რომ უნდა ჩამოუყალიბდეთ საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველებად და ასეთივე პლატფორმა ჩავუშვით, რომელიც არის ღია პლატფორმა, ყველასთვის ხელმისაწვდომი. ჩვენი მიზანი არის ინსტიტუტის დაცვა. სხვანაირად ვერ დავიცავთ ამ ინსტიტუტს. თუ ადამიანებმა გარედან არ დაინახეს რეალურად, რომ ეს ინსტიტუტი არის გულწრფელი, ღია და ეს ინსტიტუტი აღიარებს შეცდომებს
და მას აქვს სურვილი სინამდვილეში რა, რომ გაჯანსაღდეს, არავინ არ დაიცავს ამ ინსტიტუტს გარედან. ჩვენ ვითხოვთ დღის ეთერს, კი ბატონო, ვითხოვთ დღის ეთერს ძალიან მარტივი მიზეზის გამო. 23 საათი მაინც არის ეთერში დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლობა საქართველოს პირველი არხი. 23 საათის განმავლობაში ტელევიზორში გამოსახულება ჩანს, რო გადართო. აქედან 5 საათია დაახლოებით ცოცხალი ღია ეთერი. რო გამოთვალო ეს არა 20%-იც. საშუალოდ. ან 20%-ზე მეტი არ შეგვიძლია. ძნელია პირდაპირ ეთერის კონტროლი. ძნელია, რომ პირდაპირ ეთერი რეალურად ისე ააწყო, რომ იქ კრიტიკული მოსაზრებები არ გაისმას. ის რომ არჩევნებამდე რაც ტექნიკური მოტივით, იმიტომ რომ ერთი შენობიდან მეორეში გადავდიოდით, დაიხურა ყველა პირდაპირ ეთერი. ამან სხვათა შორის თავისი როლი შეასრულა იმაში, რაც მოხდა ამ კრიზისში რა. იმიტომ რომ თუნდაც კვირაში ერთხელ ეს ადამიანები, რომლებიც გარეთ დგანან, შესაძლოა ყოფილიყვნენ, აუცილებლად იქნებოდნენ იმ პირდაპირ ეთერების და გადაცემების სტუმრები, რომლებიც წინა საარჩევნოდ დაიხურა ტელევიზიაში და გადავიდა რადიოში. მე რომ მივედი საზმაოზე სამუშაოდ, მაშინ საზმაოში იდგა სპეცნაზი. აი ეგ მახსოვს კარგად. აქციები იყო, თუ არ ვცდები ბურჯანაძეს ჰქონდა კარვები გაშლილი საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ. ეს არის მე თუ არ ვცდები 2011 წელი, თუ არ მეშლება. ბელა ჩაოს რომ ღეროდნენ გარეთ. აი ეს პერიოდია. და შიგნით იყო სპეცნაზი და მე ვიღებდი მონაწილეობას კონკურსში, რომელიც იყო რეალიტი შოუ, რომელიც ემსახურებოდა იმას, რომ ჩვენ ადამიანებს, რომლებსაც გვინდოდა დაგვეწყო ტელევიზიაში მუშაობა, უნდა გაგვევლო კონკურსი. მაშინაც ეს ტელევიზია იყო რაღაცა კრიტიკის ქარცეცხლში. მაგრამ აი უნდა ვაღიარო, რომ აი მაშინ რაღაცნაირად ეს ავისხლიტე. აი მაშინ იდგნენ გარეთ ჟურნალისტები ასევე და ადამიანები, რომლებიც ამბობდნენ, რომ ეს მედია არ აღიარებს კრიზისს, არ აღიარებს რაღაც მნიშვნელოვან პროცესებს, რომელიც საზოგადოებაში ხედავს, არ აღიარებს, არ ხედავს, არ ესმის, არ აშუქებს. რაღაც და მაშინაც მახსოვს, რომ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი იშველიებდა სხვადასხვა საერთაშორისო დასკვნებს, სადაც ასევე ეწერა რბილად, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი პრინციპში არაფერს არ აშავებს, მაგრამ არ არის კრიტიკული. რეალური სივრცის შექმნა ძალიან უცნაურია, მაგრამ იყო უკვე მაშინ უკვე წარმავალი 2012 წელს უკვე წარმავალი ბორდის ინიციატივა. არ ვიცი ეს ინიციატივა რას ემსახურებოდა, მაგრამ ის კი ვიცი, რომ აი ეს ბორდი რომ წავიდა და მენეჯმენტიც რომ წავიდა და მოვიდა ვთქვათ ახალი მენეჯმენტი, მას ჰქონდა სხვა წარმოდგენა, რას ნიშნავს სოციალური ток-შოუ. ჩვენს პროდიუსერს სულ ელაპარაკებდნენ, რომ სულ ეუბნებოდნენ, რომ ეს არ არის სოციალური ток-შოუ. ჩვენ ასეთი არ წარმოგვედგინა. მე ეჭვი მაქვს, რომ წარმოედგინათ ток-შოუ, რომელიც იქნებოდა რაღაცნაირი ცოტა ყვითელი ელემენტებით, ძირითადად რაღაცა სკანდალური, ცოტა ოჯახური საქმის გარჩევების სტილში. პირველი გადაცემა ეხებოდა საზოგადოებრივ მაუწყებელს. ანუ ჩვენ ახლა ავდექით და გადავწყვიტეთ, რომ მოდი ვილაპარაკოთ საზოგადოებრივ მაუწყებელზე. გავრისკეთ და ვილაპარაკეთ იმაზე, რომ აი ნუ რა გვჭირს რატო ვერ ახერხებს ეს არხი, რომ რაც გარდამტეხ მომენტებში, აი პოლიტიკურ და საზოგადოებრივ მნიშვნელოვან მომენტებში შეასრულოს თავისი ფუნქცია. ძალიან ღიად თქვენს თანამშრომლებმა, რომ ჩვენ არასოდეს არ ვიყავით თავისუფლები. იყო ესეთი რაღაც. პირველად დიდი ხნის შემდეგ საზოგადოებრივი მაუწყებელი საზოგადოებრივ მაუწყებელზე. რეალურ სივრცეში შაბათს 5 ოქტომბერს საღამოს 9-ზე.
ჩვენ ესეთი პრეტენზია გვქონდა, რომ ამ გადაცემაში ისეთ რაღაცას, ისეთ სოციალურ პროცესებს და ჩვენს რაღაც სოციალურ წიაღში მიმდინარე ისეთ მოვლენებს ვაჩვენებდით და ვამხელდით, რომ გაუტოლდებოდა გამოძიებებს პირდაპირ ეთერში. მე უბრალოდ არ მავიწყდება გადაცემა უსახკაროებზე. და მახსოვს, რომ ეს უსახკარობის თემა დადგა ძალიან მწვავედ, იმიტომ რომ ერთი კაცი გაიყინა ქუჩაში. და მახსოვს გადაცემა საათნახევრიანი, სადაც ალექსანდრეს პარკში კარავში რომ უსახკაროები ცხოვრობდნენ, ეს ადამიანები სრული შემადგენლობით მოვიდნენ. მათ წინ ედგათ ჯანდაცვის მინისტრი, თბილისის მერი, ჯანდაცვის სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი და სხვა მრავალი სამსახურის წარმომადგენელი და თანასწორად ერთმანეთის პირისპირ ლაპარაკობდნენ საბოლოო ჯამში როგორი თავშესაფარი უნდა ადამიანს და უნდა თუ არა ისეთი თავშესაფარი, როგორცაც თქვათ, როგორც გონიათ სამინისტროში რომ ეყოფათ. გულწრფელი რო ვიყო რეალური სივრცის დაწყებიდან 2015 წლამდე ვთქვათ, ხო? უნდა ვთქვათ, ახლა უნდა ვთქვა ეს სახელი და გვარი, იმ პერიოდში, როდესაც გიორგი ბარათაშვილი იყო დირექტორი საზოგადოებრივი მაუწყებლის, ჩვენ ვგრძნობდით მხარდაჭერას. იყო რაღაცნაირი ხელშეწყობა და კიდე რაში გამოიხატებოდა, იცი ეს ხელშეწყობა? იმაში გამოიხატებოდა, რომ ერთ დღესაც გვითხრეს, რომ კვირაში ერთხელ არ კმარა რეალური სივრცე და რეალური სივრცე, ანუ ეს სოციალური კომპონენტი რაღაცნაირად ყოველდღიური უნდა იყოს. და გახდა მართლა შეგვიწყეს ხელი იმაში და გვეხმარდნენ რომ გაკეთებული იყო ყოველდღიური რეალური სივრცე. გიორგი ბარათაშვილი წავიდა და ძალიან სამწუხაროა რომ ეს რაღაცნაირი პროცესი არ იყო ღია. ჩვენ საბოლოო ჯამში საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებმა არ ვიცით. რატომ დაალაგდა ისე რომ გიორგი ბარათაშვილს მოუხდა წასვლა. საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოზიცია ვაკანტურია. შეგახსენებთ, საფრთხის გადაწყვეტილებით გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლდა გიორგი ბარათაშვილი. შემდეგ დაინიშნა დირექტორის კონკურსი, სადაც მონაწილეობა მიიღო ნინო ზაუტაშვილმა, თინა ბერძენიშვილმა და ვასილ მაყლაფერიძემ. კიდევ იყო ნათია კუპრაშვილი. ყველა წააგო ვასილ მაყლაფერიძესთან. გამოხდა ხანი და ჩვენ ვსვათ ვარკვევთ, რომ იმისთვის რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი გადარჩეს, ის მთლიანად უნდა დაიხუროს ყველა გადაცემა, ის უნდა გაჩერდეს და მერე დაიწყოს თავიდან სიცოცხლე, ანუ უნდა მოკვდეს და მერე თავიდან დაიბატოს. და ანუ ერთ-ერთ შეხვედრაზე ჩვენს პროდიუსერს და ჩვენს წამყვანს გამოუცხადეს, რომ რეალური სივრცე დროებით იხურება, ისევე როგორც სხვა ბევრი გადაცემა. მაშინ დაიხურა სალომე ასათიანის ინტერვიუ. მაშინ დაიხურა ეს გოგი გვახარიას გადაცემა წითელი ზონა. მაშინ დაიხურა ბევრი ისეთი გადაცემა, რომელიც აღარ დაბრუნებულა. ადამიანები მოვიდნენ არხზე, რომელიც იყო იმ პერიოდში ერთ-ერთი კრიტიკული არხი, რომელიც იბრუნებდა საზოგადოების ნდობას. ეს თავისუფლება უკვე ყველა თანამშრომელს ეტყობოდა, თავისუფლება და სიამაყეც, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე მუშაობდა რა. და ეს კიდევ უფრო კარგად რომ დამდგარიყო ფეხზე და გაძლიერებულიყო. არ მგონია ასე ადვილი ყოფილიყო, ასე ვთქვათ, მისი დაწნეხვა. ახალი და მიმდინარე ამბების, ასე ვთქვათ, ბლოკის თანამშრომლები, ის რაც არის ახალი ამბები, ხო, და საინფორმაციო გამოშვება. ჩვენ დიდი ხანია არანაირი დიალოგი არ აქვს. ჩვენ არ განვიხილავთ ერთად არანაირ ჟურნალისტურ დილემებს, არ განვიხილავთ ერთად თემატურ პრიორიტეტებს. ზოგადად რაღაცნაირი პოლიტიკა იყო აი ამ დაგსაქსვის და დაყოფის და ერთმანეთისგან რაღაც ამ კავშირის გაწყვეტის რა. ერთი და იგივე თემაზე შეიძლება ქონოდა გადაცემა რეალურ სივრცეს, შემდგომ რაღაც რეალურ სივრცეს შეიძლება ქონოდა ერთ თემაზე გადაცემა, მაგალითად იქ არ მოსულიყო მოპასუხე გასაგები მიზეზების გამო, ვთქვათ, იმიტომ რომ იქ იყვნენ ადამიანები, რომლებიც კრიტიკულები იყვნენ ამ მოპასუხის მიმართ. ერთი საათის შემდეგ შეიძლება დაწყებულიყო გადაცემა, სადაც მოდიოდა ეს მოპასუხე
და რაღაცნაირად ისე ლაგდებოდა, რომ თუნდაც წინა გადაცემიდან, აი ეხლა 1 საათის წინ რო ადამიანებმა თქვეს რაღაც, იქიდანაც კი რაღაც კრიტიკული შეკითხვა არის მოდა ამ უპასუხის მიმართ. როგორ უნდა მოახერხოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პოლარიზაციის გადალახვა, როცა თვითონ აქვს უღრმესი პოლარიზაცია შიგნით შენობაში. აი როგორ უნდა მოხერხდეს ეს? მე არ ვიცი, არ მესმის უბრალოდ. საზოგადოებას დეტალურად ჰქონდეს ინფორმაცია იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რომელიც ხდება რუსთაველის გამზირზე. სიმართლე რომ გითხრათ, ხო იმ თანამშრომლები, რომლებიც ამ პროცესში ახლა კიდევ უფრო კარგად გავიცანი, ანუ არ ვიყავით ესე ახლოს ერთმანეთთან, ესე კარგად არ ვიცნობდით ერთმანეთს რა. და რაღაცნაირად ხო ერთმანეთის იმედი გვაქვს. გვაქვს ერთმანეთის იმედი, გვაქვს ზოგადად ჩვენი თანამშრომლების იმედი და რაღაცნაირად გგონია, რომ რაღაც ერთმანეთის მხარდაჭერით მოვახერხებთ, რომ მტკიცედ ვიდგეთ ამ, ასე ვთქვათ, აი ამ პროცესში რა. არიან ადამიანები, რომლებიც ჯერ ესე ღიად არ ლაპარაკობენ, მაგრამ ცხადად არიან ნამდვილად, ასე ვთქვათ, კრიტიკულად განწყობილები და მართლა ფიქრობენ, რომ ეს პროცესი ჯანსაღია. თუ მენეჯმენტს უნდა ჩვენთან ამ თემაზე ლაპარაკი. ჩვენ მზად ვართ, რომ ვილაპარაკოთ. მენეჯმენტმა რაღაცნაირად უნდა დატოვოს ეს როლი, რომ მხოლოდ ის წარმოადგენს საზოგადოებრივ მაუწყებელს. ჩვენც წარმოვადგენთ საზოგადოებრივ მაუწყებელს.